სახელითა მამისათა და დაწმინდისა სულისათა დღეს აღლომიდან მე-7 კვირიაკეა და ეს კვირიაკე გამოირჩევა იმით, რომ ამ კვირიაკეში მოიხსენიება პირველი მსოფლიო კრების მონაწილე მამები. ესეთი მნიშვნელოვანი რატოა? მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ აი ეს კრება კონსტანტინე დიდმა მოციქულთა სწორმა მოიწვია მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე იყოფოდა დედა ეკლესია. რას ნიშნავს იყოფოდა? ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ერესი, ანუ მწვალებული განწვალება, განწვალებული აზრი, არასწორი აზრი იბადებოდა ეკლესიაში იმ ამპარტავანი და იმ მაცდური სულების გამო, რომლებიც თვლიდნენ, რომ აი ეს ასე უნდა იყოს, ეს ისე უნდა იყოს და ეკლესიაში ამის გამო ხშირად იყო კამათები და ხშირად არასწორი აზრის, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ითქვას, შემოტანა. ეს ყველაფერი ოდითგანვე იყო და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე დღევანდელ წაკითხულ სახარებაში, რომლის მნიშვნელობა ძალიან მაღალია, ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ რამეს ამბობს, რომ მამა ღმერთს ეუბნებოდა, მამაო, ადიდე ძე, ვითარცა ძემან გადიდა შენ. აქ აი ამ სახარებაში მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ უნდა გვწამდეს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება, როგორ უნდა ვღებულობდეთ მამის და ძის ურთიერთობას და აი აქ პირდაპირ ამბობს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომ ადიდეო ძე შენი, ვითარცა ძემან გადიდა შენ. სადაც იყო დიდება ამ ქვეყნის შექმნამდე. ანუ შეხედეთ, იესო ქრისტე ხას უსვავს თავის ღვთაებრივ ბუნებას. ხას უსმევს, რომ მამა და ძე ერთნი არიან და ეს ხალხისთვის ძალიან ძნელად გასაგები იყო და იყო ერთ-ერთი დეკანოზი ალექსანდრიის ეკლესიაში არიოზად წოდებული, რომელმაც ძალიან არასწორი აზრი შემოიტანა ეკლესიაში და იესო ქრისტეს ღვთაებრიობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს იმდენად მაცდური ადამიანი იყო, რომ ძალიან ბევრი მომხრეები გაიჩინა. და იქამდე მივიდა ეკლესია, როგორც გითხარით, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში უფრო ზუსტად 325 წელს კონსტანტინე დიდმა მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც დაგმობილ იქნა აი ამ არიოზის მწვალებლობა და აი მწამსი, რასაც ჩვენ ვამბობთ, აი ეს მწამსი შეიქმნა სწორედ აი ამ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ამ წამს შემდგომ მეორე მსოფლიო კრებაზე დაემატა სულიწმინდის და სულიწმინდა უფალი და ცხოველს ყოფილი. აი ეს დაემატა წამსის ეს ბოლო ნაწილი და ეს წამსი შედგენილი იქნა მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს სწორი წარმოდგენა ჰქონდეს იესო ქრისტეზე, როგორც ღმერთზე და როგორც კაცზე. იესო ქრისტეზე, როგორც ყოვლადწმინდა სამების მეორე წევრზე და ყოვლადწმინდა სამების განუყოფელ ნაწილზე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო, რადგანაც თუ კი ადამიანს არ აქვს სწორი სწავლება თავის გონებაში,
თუ კი ადამიანი არასწორად ღებულობს ღმერთს, ბუნებრივია რომ მისი დამოკიდებულება, მისი ლოცვა ეს ყველაფერი იქნება ძალიან თუ შეიძლება ითქვას პირობითი, ძალიან ზერელი. ეხლა ჩვენ კი მრწამსი ვიცით მისი განმარტებები, ჯერა ყოვლადწინა სამების ეს დოგმატების, მაგრამ ჩვენი ლოცვა მაინც ისეთი ვერ არის, როგორც უნდა იყოს და წარმოიდგინეთ აი იმ ხალხის, რომლებსაც ეს დამახინჯებულად ჯერათ, როგორ იქნება მათი სულიერი მდგომარეობა. ასე რომ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს სწორი სწავლება, სწორი დოგმატური სწავლება, დოგმა არის ის, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. სწორი დოგმატური სწავლება აუცილებელი წინაპირობა ადამიანის სულის ცხონებისათვის. რადგანაც უფალი ბრძანებს, რომ მამასთან ვერავინ ვერ ვივა ჩემს გარეშე, მამასთან ჩემით უნდა მიხვიდეთ, ანუ სწორი სწავლებით იესო ქრისტე ძეხვისა სამების მეორე წელი. და ის ადამიანი, რომელიც არასწორად ღებულობს ამას, ის მამასთან ამ ცხონებაში ვერ მივა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ხალხო. ამ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა ისე დიდი მამები, როგორებიც იყო წმინდა ნიკოლოზი მინოვიკის მთავარეპისკოპოსი, რომელმაც ვერც კი მოითმინა არიოზის ეს წვალებლობა და ხელითაც კი შეეხო. ეხებოდა სპირიდონ ტრიუმფუნტელი, ათანასე ალექსანდრიელი, ეს დიდი წმინდა მამები და 318 მამა ესწრებოდა აი ამ კრებას. სხვათა შორის საქართველოდანაც იყო ბიჭვინთის მღვდელმთავარი სტრატეგიული და 318 წევრი იყო მოწვეული მთელი მსოფლიოდან. და როდესაც შედგა ეს 318 წევრისაგან ესისა, წმინდა მამები ამბობენ, ეს იყო ღვთისგანგებულება, რადგანაც აბრაამმა 318 ჯარისკაცი დაამარცხა სოდომ გომორელთა ჯარი და დაიბრუნა თავისი სახლკარი და თავისი მონები და თავისი მსახურები და თავისიანი. ანუ ეს ერთგვარი აბრაამის გალაშქრება სოდომელ მეფეებზე, რომლებიც თავს დაესხნენ მაშინ, როცა აბრაამი არ იყო სახლში და გაიტაცა მისი ავლადიდება და ეს ყველაფერი. აი დაიბრუნა აბრაამა 318 მამით და სწორედ 318 მამა იყო, 318 ჯარისკაცი და სწორედ 318 მამა იყო აი ამ შეკრებულ პირველ მსოფლიო კრებაზე, რომელმაც დაიბრუნეს ჭეშმარიტი რწმენა იესო ქრისტეს მიმართ. ასე რომ, ჩემო კეთილებო, უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს მრწამსი, რასაც ჩვენ ვამბობთ, არა მარტო უნდა ვილოცოთ, ეს უნდა ჯეროდეს, გწამდეს და მისი განმარტებაც უნდა იყოს 12 წევრია წამსში და ეს 12 წევრი უნდა კარგად ვიცოდეთ, ეს კატეხიზმოს წერია და ადამიანი, რომელიც ქრისტიანობაში შემოდის, აი ეს მამაო ჩვენოს განმარტება, წამსის განმარტება, ეს ყველაფერი უნდა წაიკითხოს და კარგად უნდა შეისწავლოს. გაგახსენებთ ასევე, რომ დღეს არის წმინდა დედა ნინოს შემოსვლა საქართველოში და მისი ხსენებიც არის მირიან და ნანასიც და ყველას გილოცავთ მათ მოსახელეებს და ვეცადოთ, რომ აი ეს წმინდა ადამიანების ცხოვრების ის მაგალითები იყოს ჩვენთვის წარმართველი, რადგანაც წარმოიდგინეთ, რომ როგორი მცირეწლოვანი 13 წლისა დედა ნინო შემოდის წარმართულ ქვეყანაში, სადაც კერპებს თაყვანსცემენ, სადაც შვილებსაც კი სწირავენ აი ამ ეშმაკებს და როგორ მოახერხა მან უფლის და პირველ რიგში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მას მისცა სიზმრის შეუჩვენებაში ჯვარი ვაზისა
როდესაც გაახილა თვალები ხელში ეჭირა, თავის თმებით შეაკოწიცა, შეკრა და ეს ჯვარი ვაზისა დღეს იმყოფება სიონის საკათედრო ტაძარში. დღეს გამობძანებული იქნება ეს წმინდა ჯვარი, ვისაც შეგეძლებათ მიბძანდით სიონში და თაყვანიეთით. ასევე მინდა გითხრათ, რომ შაბათს არის სულთაურის შაბათი. ეხლა რო შაბათი. თქვენ მობძანდებით შაბათს დილით წირვაზე, საკურთხს მოიტანთ, სახს მილოს, თქვენს მიცვალებულების სახელებს ჩამოწერთ და ასე ვთქვათ, მოიხსენიებთ წირვაზეს და წირვის შემდგომ დიდი პანაშვიდი შესრულდება. ასევე მომავალ კვირას არის სულთმოფენობა, წმინდა დედა ეკლესიის დაბადების დღე. აი ამ დღეს რომ მოხვალ, ეცადეთ რომ ყველა თაიგულებთან ერთად კელაპტანიც მოიტანოთ, რადგანაც წირვის შემდგომ იქნება სამი დიდი ლოცვა წაკითხული მუხრუმუხრით, ეს იცით რომ ყოველ სულთმოფენობას კეთდება და შემდგომ ამ სანთლებს წაიღებთ სახლში და ამ თაიგულს. მე მინდა კიდე გითხრათ, რომ არასკევს უпростоრეთ შაბათს არის, მაგრამ გადატანილია იოანე ნათლისმცემლის თავის მესამე ტყოვნა შაბათიდან პარასკევს. ამიტომ ეხლა პარასკევს 8 საათზე იქნება წირვა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულთან დაკავშირებით. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაკურთხოთ და უფალოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი ამინ. ჩვენთან